შვიდმა ცხოვრებამ შეიძლება ადამიანი დაღალოს? 25 წლის ვიყავი. შემიყვარდა ერთი გოგო. ძალიან ლამაზი, 7, გაწონასწორებული ადამიანი იყო. 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. 3 წლის შემდეგ დავქორწინდით. გადავიხადეთ ულამაზესი ქორწილი. შევქმნით ლამაზი ბედნიერი ოჯახი. ჩვენი ოცნება იყო, რომ გქონოდა ჩვენი საკუთარი ჭერი. ორივე მუშაობდით. ნინა იყო ქალბატონი, იდეალურობა, გონივრული, ერთგული, ეკონომიური. მეც ბედნიერი ვიყავი, თუმცა რაღაც მაგადა. ბედნიერებამ და მშვიდმა ცხოვრებამ დამყალა. მე და ნინაც საერთოდ არ ვჭხობობდით, არ ვკამათობდით. ხანდახან ისე მომინდებოდა ჩხუბი, რომ რამეს დავიწყებდი, ნინა მეტყობდა. კარგი საყვარელო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთ საღამოს ჩემმა მეგობრებმა ბარში წასვლა გადაწყვიტეს და მეც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, წავედით. დავინახე ერთი ულამაზესი, მომხიბლელი გოგონა. მომხიბლელი ღიმილით და ყველაფერი დაიწყო მაშინ. დავიწყეთ ტელეფონზე საუბარი, მიწერ-მოწერები, მერე შეხვედრები, მერე ვნება. მე კი ბედნიერებასთან ერთად სინდისი მაწუხებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვეჩვეოდი ორმაგ ცხოვრებას. ნინაც გრძნობდა ჩემს ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ქალი რომელიც ამდენი წელია შენს გვერდითაა, იმას ვერაფერს გამოვაპარებ. ვეღარ გავუძელით ყოველში ცხოვრებას და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოლისთვის მეთქვა ყველაფერი. სიმართლეს გმაჯობდა. ნინას ვუთხარი, რომ მე სხვა ქალი მიყვარდა. ჰოი საოცრებავ, ნინა არაფეთქდა. არ იყვირა, მხოლოდ მშვიდად თქვა. თუ ჩვენი სიყვარული ჩვენში ამოიწურა, რას ვიზავთ? ბედნიერებას გისურვებ, თავისუფალი ხარ, მხოლოდ ერთი პირობით, მითხრა ნინა. გამაცანი, მე ეს ყველაფერი გამოცდა მეგონა. მეგონა, რომ ნინა გაბრაზდებოდა და იტყოდა. რა თმინდა მაგის გაცნობა, უბრალოდ ვიხუმრე, მაგრამ ქალი ზედმეტად ჭკვიანი აღმოჩნდა. ვიდრე მეგონა. ნინას დაჟინებული თხოვნით, გავაცანი ლიზა. მივედი ლიზასთან და ვუთხარი, რომ ჩემ ცოლს შენი გაცნობა უნდა. ლიზას გაეცინა. შემდეგ დავარწმუნე, რომ მართლა გაცნობა უნდოდა. წამოვიდა ლიზა, მაგრამ ძალიან დაძაბული იყო. ნინას სიმშვიდემ კი ორივე გაგვაოცა. ნინას ძალიან მოეწონა ლიზა. ირონიით გამომხედა და მითხრა. კარგი გოგოა, კარგი გემოვნება გაქვს. თითქოს და ჩემი ცოლი კი არა, დედა ჩემი იყო. მე კი შეშინებული, გაუგნებული ვუყურებდი ნინას. იმ საღამოს ლიზა სახლში წავიყვანე. მეც კი თამამად ლიზასთან დავრჩი. დილით მოვედი სახლში და მე და ნინა ერთად წავედით სამსახურში. ასე გავაგრძელე ლიზასთან სიყვარულით ცხოვრება. მაგრამ რა ვიცოდი, წინ რა კოშმარი მელოდა. ლიზა და ნინა დამეგობრდნენ. მთელი ჩემი დანაზოგი ლიზასთან ერთად შოპინგებში ხარჯა ნინამ, სალონებში და ბარებში. გაჩნდა დაუსრულებელი პრობლემები. უფროსობასთან, თანამშრომლებთან, დამედოვალები. თითქოს და ხალხიც შეიცვალა ჩემს მიმართ. გავიდა დრო. ნინა სახლიდან წავიდა. მე და ლიზა დავრჩით მარტო ერთად. დაიწყო გაუთავებელი კონფლიქტი, ჩხუბი. თავშიდაც აღვნიშნე, შვიდმა ბედნიერმა ცხოვრებამ დამღალა, ჩხუბი მენატრებოდა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს ლიზა სახლიდან წავიდა. ლიზამ SMS-ი მომწერა და მითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. მე სხვა მიყვარს. გულისცემა შეწყდა, სუნთქვა შემეკრა. ვერ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა, მაგრამ არა. ლიზას შევხვდი და შეხვედრისას მითხრა. იცი რა დავით, შენ მე აღარ მხიბლავ. მაშინ საინტერესო იყავი. ახლა კი პრობლემები ხარ მხოლოდ. უბრალოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. დავრჩი მარტო. უსახლკაროდ, უსამსახუროდ, უმეგობროდ, უნათესაოდ და რაც მთავარია, ოჯახის გარეშე. 2 წლის შემდეგ გავიგე, რომ ნინა გათხოვდა და ძალიან ბედნიერია. შექმნა ულამაზესი ოჯახი. ჰყავს ერთი ვაჟკაცი. მე ვარ ის არარაობა ადამიანი, რომელიც ბედნიერებამ დაღალა, სიმშვიდემ დაღალა. ახლა მარტო ვარ, თავისუფალი. ნინაც წავიდა, ლიზაც წავიდა, ფულიც წავიდა, მეგობრებიც წავიდა. ვზივარ და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო ახლა? შური ვიძიო? აღვადგინო ყველაფერი? თუ დავივიწყო ყველაფერი და თავიდან დავიწყო ახალი ცხოვრება.